მოგესალმებით. Deep State, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ გლობალური ომის პარტია, დღეს სრულად მართავს ევროკავშირსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას. ამაში არსებითი როლი აქვს იმ სტრუქტურებს, რომლებიც ევროკავშირის სამართავად არიან შექმნილი და ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული უფლებებით სარგებლობენ. ესენია ევროპარლამენტი, ევროპული საბჭო, ევროკომისია და კიდევ 4 სხვა. 19 ივნისს ევროპარლამენტმა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის თვალსაჩინო მარიონეტულმა დაწესებულებამ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. ამ რეზოლუციებს ევროპარლამენტი უკვე ისე ამტკიცებს, როგორც საბეჭდი მანქანა ბეჭდავს გაზეთებს. რეზოლუციის დამტკიცებამდე იმართება დებატები, რომელსაც აბსოლუტურად ფორმალური ხასიათი აქვს და სადაც ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ლობისტი და მარიონეტი ევროპარლამენტარები საქართველოზე ცუდ რაღაცებს ლაპარაკობენ. ეს ცუდი რაღაცები იმდენად გავს ერთმანეთს, იმდენად არის მოწყვეტილი რეალობასა და იმდენად გაცვეთილია, რომ აქ ამაზე აღარ ვისაუბრებთ. უბრალოდ იმ ევროდეპუტატების სახეები ამახსოვრდება მაყურებელს, რომლებიც სხვადასხვა ტანსაცმელში იმეორებენ, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის, ევროინტეგრაცია არ ხდება და დიქტატურა მყარდება. სინამდვილეში თუ სადმე ცუდად მიდის საქმე, ეს ევროკავშირია, რომელიც ყოფილ ევროპად იქცა და ამაში Deep State, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ გლობალური ომის პარტია არის დამნაშავე. ერთ-ერთი, ვინც ყველაზე კარგად აღწერა ევროპის როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშისა და აწუყვე ყოფილი გეოპოლიტიკური პოლუსის მდგომარეობა, არის იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო. ის ამბობდა, რომ ნატოს დღევანდელი სახით აღარ აქვს არსებობის მიზეზი. ის უნდა ადაპტირდეს, ევროკავშირის დრო კი მსოფლიო ასპარეზზე წასულია. ეს არის Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დამსახურება. ამ ვითარებას დღეს ერთეული პოლიტიკოსები ხედავენ ევროკავშირში. სამაგიეროდ უმეტესობა საერთოდ ვერ ან არ ხედავს რეალობას. ევროკავშირის დრო რომ წასულია, ეს ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული სტრუქტურების მდგომარეობაშიც კარგად ჩანს. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შესრულების წყალობით, ევროპარლამენტის ხსენებაზე რიგით ქართველს რომელიმე რიგითი ევროპარლამენტარი ახსენდება, რომელიც ხან პატიმარი და დამნაშავე სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვს და ხან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას. ხომ უნდა მოახერხო და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო იმ დონემდე დაიყვანო, რომ სასაცილო იყოს მისი ხსენება და მის მიერ მიღებულ რეზოლუციებს სერიოზულად არავინ აღიქვამდეს, მაგრამ მოახერხეს. სხვათა შორის სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტმა და მისი სახით Deep State-მა, ანუ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, პატიმარი და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი აშკარად ჩამოალაბორანტა. თუ აქამდე რეზოლუციები მისი განთავისუფლების მოთხოვნით იწყებოდა, ახლა სააკაშვილი მზია ამაღლობელმა ჩაანაცვლა. კომიკურია სხვა პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნაც, მაგალითად რადიკალი აქტივისტები და რადიკალი ოპოზიციონერები, მათე დევიძე, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ცოტა რომ მოეცადათ ევროპარლამენტში რეზოლუციაში მოხსენიების ბედნიერება, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესაც ექნებოდათ, მაგრამ არა უშავს. მათ შემდეგ რეზოლუციაში ჩაწერენ, გული რომ არ დასწყდეთ. ევროპაში აქციებს როგორ შლიან და ამერიკაში როგორი პოლიცია ჰყავთ, ეს ყველამ ვიცით და ნანახიც გვაქვს. ცოტა ხნის წინ ღაზას სექტორში მშვიდობის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა ევროპის ქვეყნებში. ამერიკაში, ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებშიც ასევე დემონსტრაციები მიმდინარეობდა და პოლიციელები იმაზე 10 ჯერ უფრო მკაცრად შლიდნენ აქციებს, ვიდრე საქართველოში. საინტერესოა რიგით ევროპელს რომ ვაჩვენოთ ის თუ როგორ იქნებს მათე დევიძე ჯოხს პოლიციელების წინააღმდეგ, თუ ჩათვლიან მას პოლიტიკურ პატიმრად. რა თქმა უნდა არა, ასეთი შეკითხვის დასმაც კი სასაცილო იქნება. კიდევ უფრო კომიკური იყო ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის მდგომარეობა, რომელსაც საქართველოში Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შესრულება ევალება და რომელიც ხან მზია ამაღლობელს ესარჩლებოდა და ხან მათე დევიძეს. ბატონი ელჩის თქმით, თურმე 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ბავშვი ყოფილა და დასანანია პოლიციელების წინააღმდეგ
ჯოხის მოქნებისთვის, რომ გამოუტანეს განაჩენი. საინტერესოა პოლონეთში ბატონი ჰერჩინსკის შვილის მეგობრებს, იგივე რომ გაეკეთებინათ, რა განაჩენს გამოუტანდნენ, ან ბატონი ელჩი რას ითხოვდა. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შესრულებამ ევროპა და ევროკავშირი ყოფილ ევროპად აქცია. ადამიანის უფლებები, სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კანონმდებლობის ევროპული და ობიექტური სტანდარტები წარსულს ჩაბარდა. დღეს ევროპა იქცა ერთიან პოლიტიკურ ერთეულად, რომელიც დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის პაიკს წარმოადგენს, მაგრამ სამაგიეროდ გულმოდგინედ იბრძვის ევროპული იდენტობის წინააღმდეგ. ტრადიციული ღირებულებები და ქრისტიანობა შეცვალა რელიგიისა და კულტის დონეზე აყვანილმა LGBT პროპაგანდამ. ევროპული კულტურა დღეს არალეგალი მიგრანტების შემოსევის ფონზე ნელ-ნელა წარსულს ბარდება. სამაგალითო, ევროპული მშვიდი ცხოვრების წესი დანაშაულის ზრდით გამოწვეულმა შიშმა და დაბნეულობამ შეცვალა. სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეტაპი ჩაანაცვლა მწვანე პოლიტიკის დიქტატმა, იაფ რუსულ ენერგორესურსებთან ბრძოლამ და შედეგად ევროპის ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია. ამ პროცესების სახე არის ყველა ის რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი ისე იღებს, როგორც საბეჭდი მანქანა ბეჭდავს გაზეთებს. ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი აბსურდული რეზოლუცია მიიღო. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს უკვე რიგით მერვე რეზოლუციაა. რეზოლუციების ერთი მეორეზე მიყოლებით ბეჭდვამ თითქოს შეშფოთება უნდა გამოიწვიოს. საზოგადოების ემოციებზე იმოქმედოს და ზეწოლა გააძლიეროს. მაგრამ პირიქით, საქართველოში მას სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. რაც უფრო მეტ დოკუმენტს უყრიან კენჭს ევროპარლამენტში, მით მეტად კარგავს ის წონასაც, ზომასაც და გავლენასაც. ბოლო მაგალითით დავიწყოთ. 2025 წლის 19 ივნისის რეზოლუციაში წერია. იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. როგორ ფიქრობთ, ვისზე შეიძლება იყოს საუბარი? 10 წელზე მეტია ოპოზიციური პროპაგანდა თავისუფლად იყეფება. არავინ მის დაბმას არ აპირებს. ფეიკებსაც საკუთარი გემოვნებით ამზადებენ. ოპოზიციის მარცხს არ აღიარებენ და ამაზეც დაუღალავად და თამამად საუბრობენ. და მაშინ ვინ იგულისხმეს ევროდეპუტატებმა? ცინიკურად ჟღერს, მაგრამ მხედველობაში მათ მზია ამაღლობელი ჰყავთ. რეზოლუციაში მას ჟურნალისტად იხსენიებენ, თუმცა ამ აქციას ის არ აშუქებს. ამ აქციაში ის აქტიურად მონაწილეობს. ერთხელ შეურაცხმყოფელი სტიკერების გაკვრისთვის დააკავებენ, ხელწერილს დააწერინებენ და გამოუშვებენ. თუმცა გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე წუთში ის ბათუმის პოლიციის უფროსს ხელში სწვდება და სილას აწნის. დააკავებენ. თუმცა ეს ფაქტი ევროპარლამენტს რატომღაც არ აინტერესებს. სამაგიეროდ აინტერესებს ტყუილი. თითქოს დააკავეს, იმიტომ რომ კორუფციაზე წერდა და არჩევნების დარღვევებზე მასალას ამზადებდა. და ეს ტყუილი ოფიციალურ რეზოლუციაშიც შეაქვთ. სიმართლეს ვერ წერენ. მზია ამაღლობელის გამოშვებას რომ ითხოვენ, თანაც დაუყოვნებლივ, ჯერ თავი უნდა იმართლონ, იმიტომ რომ პოლიციაზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა ან სილის გაწნა ევროპაში განიხილება როგორც მძიმე დანაშაული და ისჯება მკაცრად. გერმანიაში ეს 5 წლამდე პატიმრობაა, საფრანგეთში 7 წლამდე. სიმართლის თქმა ამიტომაც არ შეუძლიათ. და საქმე აქ მხოლოდ ფიზიკურ თავდასხმაში არ არის. დემოკრატიულ სისტემაში თანამდებობის პირს კანონი იცავს. მისი შეურაცხყოფა დასჯადია. სიმართლე რომ ჩაწერონ, მაშინ მორიგჯერზე საქართველოს თითს ვეღარ დაუქნევენ. ამიტომ ცრუობენ. მაგრამ ტყუილებს წერტილი ამით არ ესმება. რეზოლუცია მათე დევიძის გათავისუფლებასაც ითხოვს. მისი შემთხვევა კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ევროკრატების ორმაგ სტანდარტს. 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე მათე დევიძე პოლიციელს ჯოხს ურტყავს და ეს კადრებშიც ჩანს. ეს ჩვენთვის ფაქტია, სასამართლოსთვის მტკიცებულება, მაგრამ ევროპარლამენტი სხვანაირად ფიქრობს. სხვანაირი ნარატივი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც. ჰერჩინსკის აზრით, მათე დევიძე მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ აქციაზე ჯოხი ჰქონდა. ამბობთ მათე დევიძესთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ ხელჯოხით იდგა ბიჭი. მაინტერესებს თუ გაქვთ ეს კადრები ნანასი, სადაც მათე დევიძე პოლიციას ხელჯოხს ურტყავს. Where the Mate Davidze is he's hitting the policeman. Have you seen this video? I have ვისაუბრე მათე დევიძისა და მრავალი სხვა დაპატიმრებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში.
21 წლის ასაკის. ის უბრალოდ ბავშვია. მე თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობას უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია. არადა კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყავს ის ჯოხს პოლიციელს, მაგრამ ელჩს, ისე როგორც ევროდეპუტატებს, დევიძის გამართლება სურთ. ამიტომაც სიმართლე არ სჭირდებათ. მზია ამაღლობელს სილა პოლიციელისთვის ევროპაში რომ გაეწნა, ან მათე დევიძე ყვითელი ჟილეტის აქციის მონაწილე რომ ყოფილიყო და სამართალდამცველისთვის ჯოხი დაერტყა. დღეს ერთიც ციხეში იჯდებოდა და მეორეც. მათზე არც ელჩები ილაპარაკებდნენ, არც მედია და არც ევროდეპუტატები. და სადაც პოლიციელზე თავდასხმას ამართლებენ, იქ რა თქმა უნდა ზურაბ ჯაფარიძეც უდანაშაულოა. ნიკა გვარამიაც და ნიკა მელიაც. ისინი პოლიტიკურ წამებულებად გამოჰყავთ. მელიასთან და გვარამიასთან დაკავშირებით მათ უკვე მეორედ უწევთ ღრმა შეშფოთების გამოხატვა. თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებით. ამ განსხვავებას კი უკრაინის ომი იწვევს. ნიკანორ მელიას პირველად 2021 წლის თებერვალში აკავებენ. ბრიუსელი შეშფოთებულია, მაგრამ იმდენად არა მის გამო რეზოლუცია რომ მიიღონ. მხოლოდ ღია განცხადებებით იფარგლებიან. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. გადამწყვეტია ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს პარლამენტში შესვლის ჩათვლით საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად გამტკიცებისთვის. ნიკა გვარამიას კი პირველად 2022 წლის 16 მაისს დააკავებენ. ბრიუსელი ისევ შეშფოთდება, თუმცა ამჯერად სულ რაღაც ორ კვირაში ევროპარლამენტი სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს. ხელისუფლებას სერიოზულ ბრალდებებს უყენებს და გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვს. გმობს 2022 წლის 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი განგრძობათ უნდობლობას. ადასტურებს რეპორტიორების საზღვრებს გარეშე მოწოდებას გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით. მელიადან გვარამიამდე შეიცვლება გეოპოლიტიკური ვითარება. რუსეთი უკრაინაში იჭრება. Deep State, ანუ გლობალური ომის პარტია საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას თხოვს. და ამ კონტექსტში გვარამია ხდება ის დეტალი, რომელიც ზეწოლისთვის სურთ რომ გამოიყენონ. ამიტომაც ის რეზოლუციაში ხვდება. მელია არა. საინტერესოა, ორივე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში ასაჩივრებს. მელია წააგებს. გვარამიას საქმეს არ მიიღებენ. გვარამია დაწერს, რომ საქმეს გაეროში გაასაჩივრებს. მაგრამ ალბათ იურისტების რჩევით ამ განზრახვაზე საბოლოოდ ხელს იღებს. ახლა ევროპარლამენტის დოკუმენტში ორივე ერთად. ცალკე ჩანაწერია ზურაბ ჯაფარიძეზე და მიხეილ სააკაშვილზეც კი. სხვათა შორის სტრასბურგში საქმეს სააკაშვილიც წააგებს. გამოდის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მათ დამნაშავეებად მიიჩნევს. ევროკრატები კი არა. კანონის უზენაესობა მათთვის კარგია მანამ სანამ ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის ინტერესებს არ კვეთს. სააკაშვილის მაგალითზე ვნახოთ. ის საქართველოში არაჟნების კონტეინერს შემოჰყვება. რა თქმა უნდა პოულობენ და აკავებენ. თუმცა ჯერ 2021 წლის შემოდგომაა. უკრაინაში ომი დაწყებული არ არის. ამიტომაც რეზოლუციებში არ ხვდება. მისი გვარი რეზოლუციებში ომის შემდეგ ჩნდება. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დღემდე არასაკმარისი რეაგირების გამო. იმდენად სურთ საქართველოში მასიური რეპრესიების ილუზიის შექმნა, რომ ამ ისედაც კომიკურ რეზოლუციაში თინეთინ ბოკუჩავას ქმარიც კი მოხვდება. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გმობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლის ძალადობრივ გატაცებას და ინფორმაციას მისი შვილების უსაფრთხოებაზე მუქარის შესახებ. საკითხი, რომელზეც თინა ბოკუჩავასაც კი არ სურს საუბარი, იმდენად აბსურდული ისტორიაა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაზე მორიგი თავდასხმისთვის დაიგეგმა, თუმცა ჩავარდა. რამე სიახლე ხომ არ არის კოტეს გატაცებასთან დაკავშირებით ის რაც თქვენს ოჯახში მოხდა ამბავი 6 იუნის ორივეს დაგვირეკეს მეც და კოტესაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან და მოითხოვეს ჩვენი გამოკითხვა. მე იმ გამომძიებელს რომელმაც დამირეკა, რომელიც დამიკავშირდა ჩემს პირად
ტელეფონზე ვუთხარი რომ მივდიოდი ორშაბათს ბრიუსელში, იმიტომ ბრიუსელში უნდა დავსწრებოდი ძალიან მნიშვნელოვან წინასწარ დაგეგმილ ფორუმს. აუბრის შესაძლებლობა მქონდა კაია კალასთან, ევროკავშირის, ევროკომისიის საგარეო წარმომადგენელთან და ვიცე-პრეზიდენტთან. ყველაფერი ეს წინამძულაში მხოლოდ ბრიუსელის გაღიზიანების საზომია. ქართული ოცნება ომის დღის წესრიგს არიღებს და ეს ევროკრატებს ძალიან აბრაზებთ. საბოლოოდ საქმე სანქციებამდეც მიდის. ბოლო რეზოლუციაშიც კი ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს ორგანიზებული ნაბიჯები გადადგას და ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირები დაასანქციროს. გამოხატავს სინეულს საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დაუწესონ ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების იმ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი. უკრაინის ომის შემდეგ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მარიონეტ ბრიუსელს, საქართველოში არაფერი აღარ მოსწონს. არც 26 ოქტომბრის არჩევნები. იმიტომ რომ ქართველი ხალხი მხარს ქართულ ოცნებას უჭერს. ქართული ოცნება არ მოსწონს, იმიტომ რომ მეორე ფრონტის გახსნა არ სურს. გამჭვირვალობის კანონი არ მოსწონს, იმიტომ რომ აგენტურული NGO-ების დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. ეს პროცესი ხომ სრულიად საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობს. ამას ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე მიხვდნენ. რამდენიმე დღის უკან ევროკომისიის პრეზიდენტი დიდ სკანდალში გაეხვა. როგორც აღმოჩნდა, ფონ დერ ლაიენი NGO სექტორს და მწვანეთა მოძრაობებს საიდუმლოდ აფინანსებს. გრიფით საიდუმლო კონტრაქტებს უფორმებს და ურჩი ხელისუფლებების წინააღმდეგ იყენებს. ასე დაფინანსდა გერმანიის მთავრობაზე თავდასხმა. ამიტომაც ევროპარლამენტის ყველაზე დიდი IPP-ის ფრაქცია გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიმღები პირები გარე ქვეყნის ჩარევისგან რომ დაიცვან. მაგრამ საქართველოში მათ დემოკრატია არ აინტერესებთ. ომის დღის წესრიგს ლობირებენ. შესაბამისად, იმ ძალებს დებენ ფსონს, ვინც მათ ინტერესებს ემორჩილება. ევროკრატების მოკავშირე აქ ოპოზიციაა. შემთხვევითი არ არის, რომ რეზოლუციები, რომელიც ომამდეა მიღებული, საქართველოს რეფორმებს და დემოკრატიულ განვითარებას უსვამდა ხაზს. ომის შემდეგ კი სულ უფრო მეტად აკრიტიკებს. 2022 წელი. ომიდან რამდენიმე თვეში ევროპარლამენტის რეზოლუცია მართალია ძალიან ზოგადია, მაგრამ ის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. საუბრობს სასამართლო სისტემაზე, ადამიანის უფლებებზე, პოლარიზაციაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტივობებზე. დამოუკიდებელი სასამართლოები, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული თავისუფლებები საქართველოში კვლავ გარკვეულ გამოწვევებს აწყდება. ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უფრო მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას და აუცილებლობას, რომ ქვეყანამ სრულად დაიცვას ევროკავშირის მიერ დასახული სტანდარტები. ქართული ოცნება მეორე ფრონტის გახსნას მაინც არ ეთანხმება. და აი 2023 წლის რეზოლუცია უფრო მკაცრი და კრიტიკული ხდება. დემოკრატიული პროცესები თურმე მერყეობას იწყებს. რუსეთის გავლენები თურმე იზრდება. აღნიშნავს შეშფოთებას საქართველოში მზარდი ანტიდასავლური რიტორიკისა და დეზინფორმაციის კამპანიების გამო, რომლებიც ხშირად პროკრემლისტური აქტორების მიერ არის შთაგონებული ან წახალისებული. მაგრამ რუსული იარლიყი ქართული ოცნებისთვის არც ზეწოლის მექანიზმად იქცა და არც შანტაჟის. ამიტომაც 2024 წელს ევროკავშირი შეფასებებში უფრო მწვავე ხდება. უკვე გვეუბნებიან, რომ ევროკავშირს ვშორდებით და რუსეთს უახლოვდებით. ჩნდება ტერმინი პოლიტიკური კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აცხადებს ევროპისკენ სწრაფვას, მისი მოქმედებები ხშირად არ შეესაბამება ევროინტეგრაციის პროცესის გამჭვირვალობას და დემოკრატიული მმართველობის სტანდარტებს. ევროკავშირი მჭიდროდ თვალს ადევნებს პოლიტიკურ კრიზისს, რაც ქვეყანაში ავტოკრატიული ტენდენციების დამკვიდრებას უწყობს ხელს. 2025 წელს კი ბრიუსელის შფოთვა პიკს აღწევს. თურმე უკვე არც დემოკრატია გვივარგა, არც რეფორმები და ევროკავშირის სტანდარტებსაც საბოლოოდ დავშორდით. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და ქვეყანა ვერ ახერხებს დემოკრატიული პროცესების სრულფასოვნად განხორციელებას. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაატაროს რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის კურსის უფრო მკაფიო განსაზღვრას და ხელს შეუწყობს არაუფლებრივი ზეწოლის შეწყვეტას. ბრიუსელის რეზოლუციებში ტონი სულ უფრო მძიმდება, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება ხდება სულ უფრო მსუბუქი. უკვე თითქოს ყურადღებასაც აღარ აქცევენ. ამიტომაც პერფორმანსებზე გადადიან. ევროპარლამენტის დერეფანში კანონის დარღვევისთვის დაპატიმრებული პირების დიდი ფოტოები გამოაქვთ და მათ პოლიტპატიმრებად ასაღებენ. ნიკა გვარამია, მზია ამაღლობელი, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი. ყველა, ვისაც ამა თუ იმ ფორმით ფულს უხდიან და პოლარიზაციას აღვივებენ, ევროკრატებისთვის პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს. ბრიუსელის რეზოლუციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირი უკვე დიდი ხანია თავად დაშორდა ევროპულ ღირებულებებს.
ხალხის არჩევანი არ აინტერესებს. ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს არ სცემს. კანონის უზენაესობას აღარ აღიარებს. ყველაფერს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე აგებს და აწყობს. ამიტომაც თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროკავშირი ღირებულებით კრიზისშია და თავისი უსაფუძვლო გადაწყვეტილებებით ხალხს ესხმის თავს. რაც შეეხება სხვადასხვა მტრულ ნაბიჯებს ქართული ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ესა თუ ის მათ შორის ხელისუფლება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ხელისუფლება იყენებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა მძიმე ღირებულებით კრიზისში არის ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, როდესაც ხალხს ესხმის თავს უსაფუძვლო გადაწყვეტილებებით და რაც თავარია, სხვა შორის ეს გადაწყვეტილებები აბსოლუტურად აცდენილი არის საერთაშორისო სამართლებრივ ნებისმიერ სტანდარტებში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ევროკავშირი და ევროპა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ჩვენი და ევროკავშირის ბევრი ჭეშმარიტი ევროპელი მოქალაქის ამოცანა უნდა იყოს. დავაბრუნოთ ევროპა ევროკავშირში. ყველა რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ არის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული, ღიად იკითხება ერთადერთი გზავნილი. გახსენით მეორე ფრონტი. დაუწესეთ სანქციები რუსეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაშანტაჟებთ, დაგასანქცირებთ და დაგსჯით. ეს ევროპარლამენტიც და მისი დეპუტაციაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის ხელში ზეწოლის ბერკეტად იქცა. ამიტომაც დაკარგა მან აზრიც, მნიშვნელობაც და ღირებულებაც. ევროპარლამენტი მიიღებს ზუსტად იმ რეზოლუციას, რაც იქნება deep state-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთა. დღეს დაკვეთა არის ყველა შესაძლო საშუალებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მიზეზი არის მეორე ფრონტის გახსნაზე უარი. ისეთი კანონების მიღება, როგორიც არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ, ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში და სხვები. ანუ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს, მაგრამ ასუსტებს deep state-ის გავლენებს. მე იოანე შაეშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.